შავი ფული და სიყვარული. ყოველდღე ვალაგებ. მადლობას მაინც მეუბნებოდეს ვინმე. ალო? ალო? ელი, ფშვილო, როგორ ხარ? თუ დროს ხომ არ გირეკავ? რას ამბობთ? გისმენთ? როგორ ხარ, შვილო? რამდენი ხანი არ გამოჩენილ ხარ? შენი დარდი მაქვს. ვიფიქრე მოვიკითხავ მეთქი. რამე ხომ არ გჭირდება, შვილო? არა, გმადლობთ. კარგი, იმიტომ გირეკავ, რომ ომერს 5 დღის წინ დაბადების დღე ჰქონდა. ვერ მოვიცალეთ, რომ აღვენიშნა. თუ მოხვალ ნამცხვარს გამოვაცხობ და ერთად ვივახშმებთ. თანაც ერთმანეთს ვნახავთ. ვისაუბრებთ. რა სიტყვი? მოხვალ? ასლი საავადმყოფოდან დღეს გამოვიყვანე. ახლა სახლშია, მარტო ვერ დავტოვებ. ისიც წამოიყვანე, შვილო, ძალიან გაგვიხარდება. იცით, ბევრი საქმე მაქვს. ომერს რომ ვუთხარი ძალიან გაუხარდა. უნდა რომ მოხვიდე. ომერმა ასე გითხრათ? ხო, ომერმა მითხრა. მოდი, შვილო, უცხონი ხომ არ ვართ. შენი და წამოიყვანე და მოდი. კარგი, ჩემ დას ვკითხავ. ალბათ მოვალ. კარგი, გმადლობ, შვილო. საღამო შევხვდებით, აბადროებით. დედა, რა მოხერხებული ყოფილხარ? ომერის დაბადების დღე ხომ აღნიშნეთ? მერე რა, კიდევ აღნიშნოთ, არ შეიძლება? ხედავ, მათი შერიგება გადაგიწყვეტია. გინდა რომ ერთად იყვნენ. შენ გვერდით მიგულე, დედა. ოღონდ რამე არ წამოგწდეს. ჩემი ასაკის ქალს ტყუილი არ შეეფერება. ომერმა რომ გაიგოს ეწყინება. კარგი, დედა, ნუ ღელავ. ყველაფერს მე დავიბრალებ. ჩემთვის მთავარი მათი ბედნიერებაა. წამოდი საქმეს მივხედოთ. კარგი, თორემ უცებ დაღამდება. კარგი, კარგი. ნახვამდის. მადლობ, მეგობარო. რა ხდება, რამე გაარკვია? ეს კაცი ლაპარაკს არ აპირებს, როგორ მე უნდა ვაიძულოთ. არ ინერვიულო, ან ოჯახისგან გავიგებთ რამეს, ან მეგობრებისგან. ო, რა თქმა უნდა გავიგებთ. ყველაფერს მარტო ხომ არ დაგეგმავდა. ნამდვილად ვიღაც ეხმარებოდა. თანერი დახმარებას დამპირდა და თავიდან მოიშორეს. სავარაუდოდ ციხის თანამშრომელია გარეული. ცელებზე გაქვს ეჭვი? შესაძლოა. მათ პირად საქმეებს გადავხედოთ. იქნებ რამე აღმოვაჩინოთ არ და საკრედიტო ბარათებით შევამოწმოთ. კარგი, ახლა სად მივდივართ? ჰალილ ქაფლანის წარსული უნდა გავარკვიოთ. აბა რომეო, დღეს როგორ ხარ? ლოყა ისევ გტკივა? განადგურებული ვარ, ძმაო, როგორ უნდა ვიყო? ახლა დამშვიდდი? სულ მარტო დავრჩი. სიმართლე, ტყუილი, სიყვარული, ზიზღი ერთმანეთში აირია. აღარავინ მყავს. არც დედა, არც მამა. ახლა ბედნიერი ხარ? შენი ოჯახი და სახლი მე ვარ, ნილუფერ. მარტო არ ხარ, მე ყავარ. თუ მარტო არ ვარ. სხვის სახლში რატომ ვარ გამოკეტილი და რატომ ვტირი? გამარჯობა, როგორ ხარ? რას გითხულობ? მევლანის ლექსებს. მართლა? საჩუქარს ვამზადებ. გმადლობ, ჰულია.
ჩარჩო რად გინდა? მუყაოზე ლექს დავწერდა ჩარჩოში ჩავსვა. რა სისულელია ელიფ? ხელოსანს მიუტანე და ის ჩასვამს. შენ რატომ წვალობ? ასეც საჩუქარს რა ფასი ექნება ასლი? გახსოვს? მამა საჩუქრებს საკუთარი ხელით დამზადებულ ფერად ყუთებში აწყობდა ხოლმე. მახსოვს. ყუთებში ტკბილეული ან სამკაული გვხდებოდა. მამა აღარ არის, მაგრამ ყუთები ისევ არსებობს. ომერის დაბადების დღე არა? კარგი. დაგეხმარები, მარტო არ ხარ. ოღონდ ომერ ბეის გადაეცი, დენიზერებს პატივისცეს. თორემ ჩემთან ექნება საქმე. კარგი, დავიწყოთ. ლექსი შეარჩიე? შევარჩიე. მოიცადე? აი, ვიპოვე. ეს ჩარჩო ძალიან დიდია, ელიფ. ლექსიც დიდია. ასე არ გამოვა. ჩარჩო უნდა დავაპატარაოთ. არა ასლი. ლექს შუაში დავწერ და ფონს ორნამენტებით მოვრთავ. უკვე ყველაფერი მოვიფიქრე. არა, მე უნდა დამიჯერო. ეს დიზაინერის საქმე არ არის. პასპარტუ ჯობია. ეს შენზე უკეთ მე მეხერხება. ასლი, მე სხვა ჩანაფიქრი მაქვს. სულ რატომ მეკამათები? მაკრატელი მომაწოდე, დამიჯერე. გუშინ მითხარით არ დამირეკო, ჩემი არსებობა დაივიწყეო. დღეს კი ისევ მირეკავთ ბიძია. რა ხდება, უჩემოდ ვერძლებთ? ნუ მაღიზიანებ მეთინ. იცი ომერი ვის შეხვდა? არა, მე ელიფით ვარ დაკავებული. თანერის მოკლავისაც დაავალე იმას შეხვდა. ახლა პირდაპირ. გულწრფელად მიპასუხე. ვინ არის ეს კაცი? რიგითი ადამიანია ბიძია. მითხარი ომერი გამოძიების შედეგად ჩვენს კვალზე ხომ არ გამოვა? ვერაფერს გაიგებს. ყველაფერზე ვიზრუნე. რა იზრუნე? რაზე? ვინმე ნაცნობი ხომ არ დაიქირავე? არა, რა თქმა უნდა. მაგრამ რას გულისხმობ? ჩვენ საავადმყოფოში მუშაობდა. სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლად. სანდოა. სხვა საქმეებიც გავაკეთებინე. სამხელი არ არსებობს, ყველაფერი გავანადგურე. შეცდომა ის იქნებოდა საქმე უცნობისთვის რომ დამევალებინა ბიძია. Le petit Olivier? ამ კაცს იცნობთ? კი, ვიცნობ. სახლში შედი შვილო. შედი პატარავ, შედი. ვიცნობ, ბიზნესმენია. ტელევიზიით ხშირად გამოდის ხოლმე. ჰალილი იცნობს? ან თუ იცნობს საიდან? საიდან უნდა იცნობდეს? რას ამბობთ? მაგ კაცს ვინ გააკარებდა? თქვენი ქმარი მშენებლობაზე მუშაობდა, არა? დიახ, მლესავი იყო, მაგრამ ერთხელ სიმაღლიდან გადმოვარდა. შეეშინდა და მუშაობას თავი დაანება. ესე იგი სხვაგან დაიწყო მუშაობა. რა ქნა საწყალმა? იძულებულია. 5 სულს რჩენა უნდა? ჯერ სკოლის სასადილოში მუშაობდა, მაგრამ დაბალი ხელფასი ჰქონდა და წამოვიდა. მერე თქვა სამსახური ვიშოვე და დღიურად მიხდიანო, მაგრამ სად არ უთქვამს. თავს რითი ირჩენთ? დანაზოგი ჰქონდა, რაც დაიჭირეს იმპულს ვხარჯავთ. მეც ვმუშაობ. გასაგებია. კარგი. თუ რამე გაგახსენდებათ ან რამის თქმა მოგინდებათ დამირეკეთ. ნახვამდის. ნახვამდის ანიმ. დედა, ესე ჩამოვკიდოთ? დღესასწაულს კი არ აღნიშნავ, ცულელო. ბიძა ჩემის დაბადების დღეა, ეგ არ გამოდგება, წაიღე. რა მოხდა? ბავშვს თუ უხარია დაკიდოს? არ შეიძლება, დედა. დემეთი მართალია. ელიფი მოვა და შევრცხვებით. ელიფი უნდა მოვიდეს? ხო, ნორმალურად ჩაიცვი. თუ ასია სანთლებს მოვიტან და სუფრას მოვრთავ. მერე კი ტანსაცმელს გამოვიცვლი. წავალ საჭმელს დავხედავ. შვილო, წადი, შენს დას დაეხმარე. მოდი დედა ჩემი ბალახის ნაყენს მოგიდუღებს და უცებ გამოკეთდები.
თანაც ომერს ეწყინება. არ შემიძლია. უშენოდ დაბადების დღე როგორ უნდა აღვნიშნოთ, ფელო? მაპატიეთ, ომერს ჩემს მაგივრად მიულოცეთ. დეიდა ელვანი კი მომიკითხეთ. კარგი, როგორც გინდა. შენთან ლაპარაკი არ მინდა, ფათიხ. რატომ არ გესმის? ნუ ღარ მირეკავ. შენს ხმას თუ ვერ გავიგონებ, ვერ ვიცოცხლებ. ახლა ხომ გაიგონე, აღარ დამირეკო. ნილუფერ არ გათიშო. ჯერ მომისმინე ნილუფერ, გთხოვ. უკანასკნელი შანსი მომეცე. სიურპრიზი მოგიმზადე. თუ არ მოგეწონება, აღარ შეგაწუხებ, გპირდები. კარგი? სახლიდან მარტო არ მიშვებენ. მერტთან ერთად რომ გავდივარ, შენ ბრაზდები. გახვალ. ოღონდ როცა მე მომინდება. გასაგებია? ტელეფონის თანი ქონია, გთხოვ. ჩემს ზარს დაელოდე. საყვარელო, რა ლამაზი ხარ. შენ უფრო ლამაზი ხარ. კარგი რა, დამცინი? ნახეთ, მარა დღეში მაქვს. თავს აღარ ვუვლი. რა არის? საჩუქარია. მინდა ვარდის სურნელით გამაბრუო, ოღონდ ეკლები მომარიდე. ან უნდა მომკლა, ან გამაბედნიერო. დროა აირჩიო. გელოდები. ომერს უნდა აჩუქო? ბრავო. ოჩახ. რა გულმავიწყლი ყოფილხარ. იოლად პატიობ. მიტოვებული ქალის როლში ყოფნა ქსიამოვნებს? წასვლას არ ვაპირებდი. მართლა არ ვაპირებდი. მაგრამ დეიდა ელვანმა დამირეკა და ძალიან მთხოვა. უარი ვერ ვუთხარი. ელიფ, კარგი რა. რა აღარ ვცადე. მაგრამ გრძნობების მართვა შეუძლებელია. არ შემიძლია, ბაჰარ. მგონია გადაწყვეტილება მივიღე და დავივიწყე. მაგრამ ერთი მისი გაღიმება, ან თბილი სიტყვა და ყველაფერი მავიწყდება. გულის ხმა, გონების ხმას თრგუნავს. კარგი. კარგი, თავს ნუ იდანაშაულებ. იცი რა? რადგან იმ ხალხს სიტყვა მიეცი, უხერხულია. უნდა წახვიდე, მაგრამ მეც წამიყვანე. გავერთობით. გულს გადავაყოლებთ. მერე კი რამეს მოვიმიზეზებ და წამოვალთ. მერე კარგ ფილმს ვუყუროთ, ბატი-ბუტი ვჭამოთ. რა სიტყვი? არ მოიწყინო.
ამდენ ხანს სად არიან? მოვლენ დედა გზაზე საცობებია. გმადლობ შვილო. ბიძი ამოვიდა. შვილო, გაიქეცი, ტორტი მოიტანე. დაგეხმარები. საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობის. როგორ ხართ? რა ხდება? რას აღნიშნავთ? სიურპრიზი. სიურპრიზი. დაბადების დღეს გილოცავთ. რა საჭიროა ბავშვი ხომ არ ვარ? დაჯექი. დაჯექი. ჩააქრე. მოიცადე, არ ჩააქრო. ჯერ სურვილი ჩაიფიქრე. ოღონდ არ გაგვიმხილო. დაბადების დღეს გილოცავ, შვილო. დედა. გმადლობ დედა. ძვირფასო. დაბადების დღეს გილოცავ, ბიძია. საყვარელო. მეც უნდა მივულოცო. მოდი მიულოცე. გილოცავ მეგობარო. იდვა როდის მოვასწარე? მოვასწარე. გახსენი ვნახოთ თუ მოგეწონება. სანთებელას შეხაკუნს ჯობია კრიალოსანი ათამაშე ხომ ასეა? გმადლობ, დიდი მადლობა. დაბადების დღეს გილოცავ მეგობარო. გამომართვე. ეს ჩემგან. რამ გაგახსენა? გახსენი. ვიცი ერთი სული გაქვს როდის შეჭამ. ძალიან გიყვარდა. ხომ გახსოვს ნელ-ნელა ჭამდი ხოლმე. ძალიან გამემართლა. პირიქით, არაჩვეულებრივი ძმა ხარ. ვახშმის შემდეგ შევჭამ. გამოვიზოგებ. ჩვენც დაგვიტოვე, კარგე? ჰუსეინ, გამატარე. ომერ, გილოცავ. გმადლობ. დედა შენი საჩუქარიც მალე მოვა. მე საჩუქარი არ მიყიდია, მხოლოდ ვახშამი მოვამზადე. კარგი რა დედა, ელიფი საჩუქარი არ არის? ელიფი მოვა? ყველაზე ლამაზი საჩუქარი. გოგოს უამრავი პრობლემა აქვს დედა. ჩემთვის გეკითხა ასე როგორ შეიძლება. კარგი, დაწყედით. ვივახშმოთ. ძალიან კარგი. ტორტი დავჭრათ. არდა რა ხდება, ბინა არ დაასრულე? თითქმის მოგჭი. რომ იცოდე რა კარგი გამოვიდა. სწორად ვიქცევით. არი დარდო. თაიარი რასაკეთებდა, არ გითქვამს. ისეც არაფერს სამსახურში წავიდა, სხდომა ჩაატარა, სახელმწიფო მოხელეებს შეხვდა. ყველგან თავისი ხალხი ჰყავს. ღრმად აქვს ფესვები გადგმული. ეგ ისედაც ვიცოდე. თვალთვალი განაგრძე, რაღაცას აუცილებლად მივაგნებთ. სად ხარ ამდენ ხანს? მეგონა ტუალეტში ჩავარდი და მახშელების გამოძახებას ვაპირებდით. აი მოვედი. ნუ გარსვამ უკვე მოგეკიდა. კარგი რა ომერ. ერთი ჭიქარას მიზამს. ალი. დილას 11 საათზე ჩვენს ადგილას მოდი. არ დაიგვიანო.
ტყუილად ელოდები. სტუმრები არ მოვლენ. ფელოცავად ყოფილა, სამწუხაროდ. მე წავალ. უკაცრავად. გამემშვიდობისა. დაგიყვანო. არა, არ მინდა. მიდიხარ შვილო. დეიდე ელონ, მადლობელი ვარ. ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო, გმადლობთ. გამემშვიდობისა, გმადლობთ. მოიცადე, ასე სად მიდიხარ, ტაქსი გამოვიძახოთ. არაფერია, გაჩერებამდე ფეხით ჩავალ. თან გამოვფხიზლდები. კარგი, ნახვამდის. რომ მივალ დაგირეკავთ. თავს გაუფრთხილდი. დაგვირეკე, კიბეზე ფრთხილად ჩადე. ნუ ღელავ. ყავას მოვადუღებდი. გამოფხიზლდებოდა. დალია. დიდი მადლობა. რაც მინდოდა არ გამომივიდა. ლეტ ელიფი რატომ არ მოვიდა? ალლაჰ მამაპატიოს, მოვატყუე. ომერი გეპატიშება მეთქი. ალბათ დაიღალა დედამ. მობეზრდა ჩემი დევნა. არ ვამტყუნებ. რას უყურებ ომერა? დრედები აღარ არიან, გაფრინდნენ. რამონდომებით შევღებეთ. მაგრამ მერე ვეღარ მოვიცალე. ყურადღება რომ მიმექცია შეეჩვეოდნენ და აღარ გაფრინდებოდნენ. არიდერდო ომერა. დრედებს რაც გაუგებ, მაგათაც კარგი ცხოვრება უნდათ. ალბათ სამსართულიან ვილას ეძებენ აუზთან ახლოს. არა ძმაო. ისინი ჩვენნაირები არიან. თბილ მყუდროს სახლს ეძებენ, სადაც დაბურდებიან და თავს მშვიდად იგრძნობენ. არ გეწყინოს, მაგრამ მე-20 საუკუნის ადამიანი ვითლაპარაკობ ომერა. ცხოვრება კბილებით უნდა გავიტანოთ, ძმაო. კბილებით გესმის? ახლა სხვა დროა. ჩვენთვის არაფერი შეცვლილა. არაფერი. საბედნიეროდ დრომ ვერ შეგცვალა. ჩვენთვის ცოტა საკმარისია. მომისმინე. ომერა. განიცდი ელიფი რომ არ მოვიდა არა? ვიცი. მაგრამ მელიქე და დედა ჩემი მაინც დაგაქორწინებენ. ნუ გეშინია. გაუჭირდებათ. რატომ? რა ხდება? ცხირს თუ გიბზუებს, მითხარი და ჭუას ვასწავლე. შენზე უკეთეს ვის იპოვის. მაგიტომ არა ძმაო. აბა რა ხდება? სიბელე. კიდევ ვერ დაივიწყე. ისევ მასზე ფიქრობ ომერა. ძალიან გაბრაზებული ვარ. ჩემს გულში მისი ადგილი აღარაა. ჩემი გული ახლა სხვას ეკუთვნის. ელებს. მითხარი და ახლა ვიდაგნიშნავთ. ეს არც ისე ადვილია. ნეტა შეიძლებოდეს. იმ ღამეს მამამისი და სიბელი რომ მოკლეს. კარგი გეყოფა დაივიწყე. დაივიწყე ომერა. ახალგაზრდა კაცი ხარ. ცხოვრება გრძელდება. უფლება გაქვს ბედნიერი იყო. თავს რატომ იტანჯავ? შეუძლებელია ძმაო. ჩემი და ელიფის ურთიერთობა შეუძლებელია. იმ ღამემ დაგვაახლოვა და დაგვაშორა კიდეც. იმ ღამის შემდეგ გულში რაღაც ჩამწყდა. გავიგე რომ ადამიანმა რომელიც მიყვარდა, მიღალა და ზურგში დანაჩამარტყა.
ელეფისთვისაც ასეა. ვერ ხედავ როგორ ცხოვრობს. იმ ღამის შემდეგ ყველაფერი აერია. სულ მარტო დარჩა. ჩემსა და ელიფს შორის ის საშინელი ღამე დგას. იმისთვის რომ ცხოვრება გავაგრძელო, ელიფს წარსული დავავიწყო და მომავლის იმედი ჩავუსახო. ის ღამე გულიდან და გონებიდან სამუდამოდ უნდა ამოვშალო. ელიფისთვისაც ასეა. არჩეულ გზას არ გადავუხვევ. იმ კაცს, რომელმაც ჩახმახს ხელი გამოჰკრა და ელიფის მამა და სიბელი დახოცა, აუცილებლად ვიპოვი ძმაო. ვიდრე ის გარეწარე გისოსებს მიღმა არ აღმოჩნდება. იმ საშინელ ღამეს ვერ დავივიწყებ. ელიფს გული რომ ატკინა, მე რომ გამანადგურა. ამისთვის ორმაგად უნდა აგოს პასუხი. ეს აუცილებლად მოხდება. შენი ძმა ცხოვრების გაგრძელებას მხოლოდ მაშინ შეძლებს. ესმის? რა სიტყვი? იქნებ ეს კარგის ნიშანია. კვლელს მალე ვიპოვე. რა თქმა უნდა. წამოდი ძმაო. თორემ ჰასანი შოკოლად შემიჭამს. გვირდები არ ვიძუნწებ და შენც გაგიყოფ. მართლა? ო, წამოდი. ყველაფერი ასე მარტივი გონია, არა? ნუ თუ ვერ ხვდები ილიას. ქალი ლამის არის შეიშალოს. შენი დაკარგვის ეშინია. სესულელეს ნუ ამბობ, კმარა. ისედაც გაღიზიანებული ვარ, შენს მოსმენას არ ვაპირებ. ნუ უსმენ ილიას. ჰელო. ჰელო. ვიცი რომ სახლში ხარ, შუქიანთია. გამოჯამრთელებას გისურვებ, ჰელო. არდა, ახლა ვეწადი. ხომ არ გაგიჟდი? არ წავალ. ვიდრე არ მომისმენ არ წავალ. არდა. მომისმინე. ტყუილად ხომ არ შემყვარები ხარ? საბაბი შენ მომეცი. არდა, წადი აქედან. ასე არ არის? წლებია მაიმედებდი, წლებია. გაიხსენე, გამოსაშვებ საღამოზე ვისთან ერთად იყავე? ჩემთან ერთად. თელი საღამო ხელი არ გაგიშვია, ფელო. სულ ჩემ გვერდით იყავე. ომერთანაც არ გისეგვია. ეგ კიდევ არაფერი. ანკარაში რომ დამნიშნეს, ვინ ჩამომაკითხა? შენ. თან არა ერთხელ. ზუსტად 7 ჯერ. ზუსტად 7 ჯერ გესმის? სახლს მილაგებდი. ტანსაცმელს მირეცხავდი. სადილს მიმზადებდი. მეგობრები ასე არ იქცევიან, ფელო. არდა, წადი. შენ გამო დავქორწინდი, ფელო. იმ იდიოტ მაკლერს რომ ხვდებოდი, გაუბრაზდი და ჯიბრზე ცოლი მოვიყვანე. სულელო. არ წახვიდე, ფელო, არ წახვიდე. შენს გიყვარ ვარ. ო, არ გაგვიმართლა, ბევრი რამ გადავიტანეთ. მაგრამ ერთმანეთს არასდროს დავშორები ვართ, ფელო. არასდროს. ისმენ, ფელო. ომერ, სასწრაფოდ მოდი და ეს შეშლილი აქედან წაიყვანე. რა ხდება ვიზზე მეუბნები? არდაზე. 1 საათია ჩემს პანჯარასთან დგას და ყვირის. მთელი უბანი შემიყარა, მარცხვენს ომერ. კარგი, ფელო, მოვდივარ. კარგი. ხარდა. შემოდი. არ გძინავს?
მთელი დღე ვიწექი. აღარ მეძინება. გადავწყვიტე ბავშვის ავეჯი შევარჩიო. მოდი ერთად დავათვალიეროთ. დაჯექი. ნახე რა გაჩვენო. აი ძალიან კარგია, თუმცა შესაძლოა ფერი შევცვალო. ან ასე დავტოვო. არ ვიცი. ვერ გადავწყვიტე. შენ უნდა დამეხმარო. მე რაც მომწონს, ერთად დავაწყობ. შენ კი არჩევაში დამეხმარე. დეიდა. აი ასე. 1 2 ჰელო. ჰელო. გამოდი ვილაპარაკოთ. ჰელო. ომერ. ჰელო ხედავ, ომერი მოვიდა. ესეც მოწმეა. თუ გინდა ვკითხოთ. აქ რა საკეთებ არდამ? ველაპარაკები. ველაპარაკები. რადგან ნორმალური ურთიერთობა არ შეუძლია, სხვა რა გზა მაქვს. ჰელო, ომერს კითხე, ესეც მოწმეა. ჯუმად, გოგოს თავს მოჭრე. რატომ? რას ვაშავებ, ომერ? მიყვარს. სიყვარულის სირცხვილია? წამოდი მეგობარო, წავიდეთ. არ მინდა. არ მინდა, არ წამოვალ. დავიდამანები, არ მინდა. არდა. იცოდე დაგარტყამ. დამარტყე. მიდი დამარტყე. შენც დამარტყი და ფელომაც დამარტყას. დავიდამანები, ომერ. თავს თვითონაც მივხედავ, წადი. საყვარელი ქალი დაუკარგე. საყვარელი ქალი, გესმის ომერ? დროულად რომ მეთქვა, ახლა დიდი შვილები გვეყოლებოდა. მე კი როგორ მოვიქეცი? ვერ გავბედე და ვერ გავუმხილე. ომერ, საყვარელი გოგო, საკუთარი ნებით დაუკარგე. დამაგვიანდა, ომერ. დამაგვიანდა, გესმის? ადექი ერდა. ადექი, წავიდეთ. ხო, ადექი. მოდი. ფრთხილად.
გმადლობთ. ომერ? მაბადიეთ ასეთ დროს რომ გაწუხებთ. რას ამბობ? შემოდე. არა, გმადლობთ. რაღაცას გეტყვით და წავალ. კარგი. გისმენ. მეტაურო. ჩემთვის უფროსიც ხართ და მასწავლებელიც. თქვენ სამაქს ვერასდროს დავივიწყებ. კარგი რა ომერ. არ მინდა რამე დაგიმალოთ და მოგატყუოთ. იმ დღეს ხომ მითხარით, მხოლოდ ერთხელ გითხავო. მეც ერთხელ გეტყვით. ელიფზე რომ საუბრობდით, გაბრაზებული ვიყავე. იმედი გამიცრუა. მეგონა არასდროს მომატყუებდა, მაგრამ მომატყუა. მიუხედავად ამისა, დავივიწყე. და იცით რატომ? ელიფის მსგავსად არავინ მყარებია. პირველი შემთხვევაა, რომ ქალმა შემცვალა. ჩემს პრინციპებზე უარი მათქმევინა, გესმით? ომერ, მართალი ხართ. გამიბრაზდებით. მეტყვით ხომ შევთანხმდითო? სიტყვას არ გავტეხ. პირდებით. ოპერაციის დასრულებამდე, ვიდრე იმ ნაძირალა მეთინს და მის დაჯგუფებას არ დავაკავებ, ელიფს არ გავეკარებე. საფრთხეს არ შევუქმნე. მაგრამ ელიფს უნდა ვუთხრა, რომ ვაპატეა. უნდა ვუთხრა. თორემ მერე გვიან იქნება. ცხოვრებამ ბოლო შანსი მომცა. შესაძლოა ეს უკანასკნელი იყოს. ელიფს ვერ დავკარგავ. ელიფ, როგორ ხარ? მთელი ოჯახი გელოდებოდით. განსაკუთრებით დედა ჩემი. კარგი, არ გამიბრაზდე. მეც გელოდებოდე. ხო, მიპასუხე. ნუ თუ ასე ძნელია. რომ იცოდე, როგორ გელოდებოდე, მაგრამ არ მოხვედე. არა უშავს. კიდევ უამრავი დაბადების დღე მექნება. აუმართლა, სინიორინა. ჩემთან ველში ხარ. ახლა შენ უნდა დამპატიჟო. თანახმა ხარ? ჩემი დაბადების დღე ჯერ არ დასრულებულა. უნდა ვილაპარაკოთ, სინიორინა. უნდა ვილაპარაკოთ. რა ხანია არ გვისაუბრია? კარგი. ხვალ დილით 9 საათზე ჩაის ბაღში გელოდები. ხვალამდე. ელიფ, როგორ ხარ? მთელი ოჯახი გელოდებოდით. განსაკუთრებით დედა ჩემი. კარგი, არ გამიბრაზდე. მეც გელოდებოდე. სახლში გამოვიკეტეთ. ხანდახან ინსტიტუტშიც უნდა გამოჩნდეთ, რომ მოხუცის გული მოვიგოთ. მერე ბოსფორზე გავისეირნოთ. ჩვენი იახტით, რა სიტყვე? ნახოთ. აი, აქ გააჩერე. ტუალეტში უნდა შევიდე. კარგი. გამარჯობა. გამარჯობა. დაბრძანდით, გთხოვთ. გმადლობთ. თუ არ შეწუხდებით, ყვავილები მომიტანეთ. სტუმარს ველოდები და მინდა რომ ვასია მოვნო. ხომ გესმით? რა თქმა უნდა, ახლავე. როგორც ჩანს, განსაკუთრებულ სტუმარს ელოდებით. მართალია. ახლავე მოვიტან.
დიდხანს გალოდინე? მთელი ცხოვრება დაგელოდები. ჯერ არ მიპატიებია. მაპატიებ. ჯერ სიურპრიზი ნახე. რა ხდება, რა ამბავია? რატომ დამიბარე? არ მომესალმები? საქმე მოგზალი, მითხარი რა უნდა გეთქვა. უფროსმა დაგვიბარა. უნდა დაგველაპარაკოს. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები: მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე.